საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50-მდე გაიზარდა. სპეციალისტების განმარტებით ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, რის გამოც ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი სწორედ ჰორმუზის სრუტით ხორციელდებოდა. მოქალაქეები ამბობენ, რომ საწვავის ფასის ზრდა განსაკუთრებით მძიმე ტვირთად სოფლად მცხოვრებ ადამიანებს დააწევათ, რადგან რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები ახლა იწყება. მოსახლეობა ფასების ზრდას ელოდებიან საკვებ პროდუქტებზეც. მოქმედებს ყველაფერზე, ტრანსპორტის გაზრდილი, მოხვნას დაცეცვაც და საერთოდ ყველაფერზე გაზრდილი. რას გამოიწვია მაგის შედეგად ყველაფერი გამძვირდება ქალბატონს. სულ ყველაფერი მგზავრობას ხალხი ვეღარ გავა. ვეღარ დაიყვანა ერთად ხალხი. ალაყო. იზახის ყუბახიზე უნდა გავაიაფოთ, ეთქურილია ეგარაფერი გაიაფთე. უკვე გლეხმა როგორ დაამუშავოს რამე ძნელია, თუ საწვავი გაძვირდება, მოსავალე ვერ მოიყვანს ადამიანი. ამისათვის საჭიროა ცოტა უნდა დაიკლოს მაინც რაღაცა, რომ მოიყვანოს ადამიანმა მოსავალე. ოჯახი, დიდი ოჯახებია რამე და ხონდათ რომ რაღაცა შვილები. აი ეს ძნელი გაჭირება არის. რა თქმა უნდა, ყველაფერზე იმოქმედებს. აი მე მაგალითად პენსიონერი ვარ და ჯერას ვიღებ და რას ავჭამთ, ეხლა რა უნდა ვჭამოთ? ვართ ისე გაჩერებული. ყველაფერს ცეცხლი უკიდია, რა უნდა იყიდო. რა ვიცი, კარგი რო არაფერი არ იქნება, ეგ თავისთავად ცხადია. სოფლის მეურნეობის ხალხს იმდენი საწვავი ჭირდება, რომ ძალიან ბევრი და არანაირი ისეთი თანხებია, შემოსავალი ისეთი არ აქვს გლეხს, როგორც გასავალი. და რა თქმა უნდა იმოქმედებს. ცუდად, კარგად არა. საწვავი რო ძვირდება, ყველაფერზე მოქმედებს, იმიტომ რომ ის რო გაძვირდება, ყველა პროდუქტიც გაძვირდება, მით უმეტეს ტრანსპორტიც გაძვირდება, ყველაფერი საწვავზე კიდია ყველაფერი და რავი, არ უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ რავი, ეკონომიკა კაცო თითქოს მიდის წინა ესე გადმოსცემენ და რავი რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ სოფლიო თვითონ გატანჯულია ვერ ახდება, ომებია ესეა და იქნებ მოგვარდეს რავი რაღაცა იყოს და გადმოგხვდეს უფალმა. ტრანსპორტი და საიდანაც მოძუცხვედან პროდუქტია თუ რაღაცა ეს ენერგომატარებლები იმადია დამოკიდებული და მაგადია ყველაფერი მოქმედებს. როგორც დაატყარა ფეხოთ რო გაყვება ისე ყველაფერი.